პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის ორგანოებს ბრძანიში საწვრთნო ბაზაზე მომხდარი აფეთქების სასწრაფო გამოძიება დაავალა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქმის გარკვევა და დეტალების დაზუსტება. საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს. პრეზიდენტის დავალებით სახელმწიფო იზრუნებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებზე და დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე. Კაცურით თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისი უწყება აწარმოებს ამ გამოძიებას, როგორც იცით, პრეზიდენტი დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ინციდენტის გამოკვლევა და ყველა დეტალი იქნეს დაზუსტებული. ჯარისკაცის პროფესია პატივთან, ღირსებასთან და კეთილშობილებასთან ერთად სამწუხაროდ საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული. დღეს სწორედ აი ამ ფაქტთან მქონდა ადგილი. საქართველოს პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო გზაში, როდესაც ის მიემგზავრებოდა ვაშინგტონში. ის ვაშინგტონში დაესწრება რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიზღვნილ ღონისძიებებს და ასევე დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ლიდერთან. ასევე მინდა დავამატო, რომ პრეზიდენტის დავალებით მზრუნველობა არ მოაკლდება დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ასევე მზრუნველობა არ მოაკლდება დაჭრილ ჯარისკაცებსაც, ხოლო დაკრძალვის ხარჯებს წესის სამეფო სახელმწიფო გაიღებს.